ვაი რა ხდება გასა აი მე გავეჭედე გონია რა არის რა ვიწრო ბუხარია კაცო ვაი გავეჭედე ბუხარში გავეჭედე მიშველად ვიღაცამ რა ხმაურია კაცო ვაი რა გავეჭედე რომელი ხარ რომელი თოვლის ბაბუა ვარ თოვლის ბაბუა და ბუხარში გავეჭედე რას ამბობ არ არსებობს ბუხარი კაცო არ მჯერა ბუხრების როგორ არა კაცო გავეჭედე მეგოულები რაღაც ხმაურია კაცო რა რაღაც მიშველად კაცო რავი თოვლის ბაბუა ვარ ბუხარში გავიჭედეო აქედან ისმის ხმა უი მე მართლა გაჭედა რა ვქნათ კაცო მერე დაუნდე შეუნდე ცეცხლი არ გადაერიოთ შეუნდე ვიღადა არა რა ცეცხლი დავიწვევი რატო კაცო იქ ცეცხლი იმას იმ ქონებს გაალღობს და ჩამოვარდები იმ ქონსაც კიდე სადილში უზავ მიდი ქვაბიც მოიტანე შეუდგავ და შეგინთო არა აბა რა ვქნა არა სხვანაირად დამეხმარეთ მოიცა იცი რა ხენი შენა ის აბა ცოტა იმოძრავე ეგ ახლად ახშენებული ბუხარია და გაიწევს ცოტა ელიზონარი და გაიწევს მიდი არა არ შვება არა თუ არა და ბუხარი მაინც გაიწმინდება კაცო აი მე რა რა სავიჩემ ეს თოვლის ბაბუობა კაცო ყოფილიყავი სნეგუროჩკა ხო აღარ გავეჭიდე მისმინე რა ქენი იცი ხო ცოტა ახტი ცოტათი იქ მე ღილაკი უნდა იყოს ან 4-იანი ან 5-იანი მიაჭირე და ვიზობს მიაჭირე მე მოიცა ეს ლიფტია კაცო მოიცა რა ქენი იცი აგეტყვი პასტა და ფურცელი გააქვს კი ჩაიწერე დილით ერთი ვაშლი საღამოს ყავა და ასე ერთი თვის განმავლობაში და ჩამოვარდები ხო და ვისად თუ არ მიშველა თუ არ გიშველა მე საუნა ბელს გიყიდი რა ვქნა უი სად არის თოვლის ბაბუა მოდი ბიჭიკო მოდი საჩუქრები მომიტანა თოვლის ბაბუა ხო გინდოდა შენ რომ თოვლის ბაბუა საჩუქრები მოეტანა აი აქ არის გაჭედილი ლექსი უთხარი და საჩუქრებს მოგწევს ახალი წელი მოვიდა და დამადო ტაბუ ამ ახალწელს შეძგილოთავ ჩემო თოვლის ბაბუ არ მოგცა არ აგდებს კამფეტს ბაბ ხო რამხელა ლექსი თქვა და კამფეტები მაინც გადმოუგდე აღარა მაქვს კამფეტები კაცო მე ვერ შეინახე ცოტა კამფეტები რო შემენახა აქ კი არ გავიჭედებოდი ახალო წელო კამფეტები რატო არ მომეცი აი აქ არის კაცო აქ ისახნდა გაიჭედა რა უშველო ეს არის შემთხვევის ადგილი ვინა დაიჭედა მიეკაროთ ამ ადგილს დაიგავე და ჩქარჩ ხვენც თუ შეიძლება რა კარგი კანტია კაბაზე რო სტროფო ესე ამ ადგილს არავინ არ მიეკაროთ ესე რა უნდა მივეკარო კაც საჭმელი უნდა გავაკეთე რა გიდა გადააგდე იქით ეს და ესე იგი აქ არის გაჭედილი აი მანც ტკივა ალბათ ტკივა ესე კი მოიცა ილაპარაკე მოიცა დავადგინო რას 1 2 რას კარგად მიდი 1 2 1 ესე 1 1 ესე არა 2006 ესე აქ თავი ესე ტკივა აქა კი დედა რა უღუ ეხა ვერ ვიზავთ ვერაფერი ისა რა ვქნა ეხა დედა რა ვქნა დავჭით კაცო თოვლის ბაბუის გარეშე ამ ახალწელს რა გავაკეთოთ ცოტა რო გახდი არ შეგიძლია არა რა ვქნა კაი კაცო ეს ბუხარია და კარგი ხო გაიჭედე მაგრამ ეხა კორპუსში რომ მიხვალ სტუმრად და ეხა კარმის ლანგში რომ უნდა შეხვიდე თუ არ გახდი მართალიაო მართალი რა უღომას რა ვქნათ ეხლა დავჭით თოვლის ბაბუის გარეშე რა უნდა ვქნათ რა გეშველება კაცო გესმი შემი კი
იქნება თქვენ იყოთ რა. რა ვქნათ? რა ვქნა რა აბა ბავშვი გადამერევა. რომ მოვატყუოთ? არა. არა შევაშილოთ. იქნება თქვენ იყოთ რა თოვლის ბაბუა. არა რა მე რომ რატო კაცო? შვენიერი თოვლის ბაბუა ყავთ აქ და გამოვა არა. რა ჩემი ახლა არა მე რა. იმას მიდი. აბა თოვლის ბაბუა მიდი. მე როგორ უნდა ვიყო? მიდი კაცო თოვლის ბაბუა. მის აბა რა მოგვიტანეო? თოვლის ბაბუა. აია. გამოვედი შემთხვევის ადგილზე და დავაკავებ. არა, მუშაობა გინდა ახლა, მუშაობა გინდა, ცოტა კარგია ის. მოვედი და მოგიტანე პისტოლეტი. არ გამოდა. დებილი არის ეს არა. მოდი რა ვქნა, ცი. მოვატყუოთ თოვლის ბაბა, მოვატყუოთ. მოვატყუოთ? ვითომ შაბათის შოუ იწყება? უიგრა კაი. მოვატყუოთ. თოვლის ბაბუა. ხო შაბათის შოუ იწყება. ვაი ამომიყვანეთ შაბათის შოუ იწყება დავედი შაბათის შოუ იწყება. შაბათის შოუ იწყება ამომიყვანეთ შაბათის შოუ იწყება ამომიყვანეთ სპეციალური სტუმარი დავით გოგიჩაიშვილი ალბატონებო და ბატონებო დავით გოგიჩაიშვილი მოგესალმებით ყველას პატივცემულო ტელემაყურებლებო დღეს შაბათის შოუს იუბილე აქვს შაბათის შოუ გახდა ზუსტად 1 წლის ჩვენ ამ იუბილეზე არავინ არ დაგვიპატიჟებია ვისაც გავახსენდით იმან გადმორთო მე გახლავართ შაბათის შოუს ამ საიუბილეო გამოშვების სტუმარი საერთოდ არ მიყვარს სხვა გადაცემებში სტუმრად სიარული, მაგრამ ისე მთხოვა შაბათის შოუს ავტორმა დათო გოგიჩაიშვილმა, რომ მოდი და სტუმარი იყავიო, რომ უარი ვერ უთხარი რა. აქ მე ხაზი გაუსვი იმას, რომ შაბათის შოუს ავტორი მე გახლავართ. მახსოვს ზუსტად 1 წლის წინ, სანამ შაბათის შოუს დავიწყებდით, მე ამერიკული ტელეკომპანია NBC-ს და ქართული ტელეკომპანია რუსთავიორის ხელმძღვანელებს უთხარი რომ ესე იგი ძალიან მინდა რომ ეს იუმორისტული შოუ Saturday Night Live რომ გავაკეთო საქართველოში მეთქი. რუსთავიორის ხელმძღვანელები ესე იგი რუსთავიორის ხელმძღვანელებმა მკითხეს Saturday Night Live რა არისო. NBC-ს ხელმძღვანელებმა მკითხეს საქართველო რა არისო. მოკლედ ცირკები იყო რა. აი ესეთი გადაობები იყო რომ რა თქმა უნდა ითქვას რომ შაბათის შოუს წარმატება არ იქნებოდა მაყურებლის გარეშე. იმ მაყურებლის გარეშე რომელიც ესე იგი მთელი კვირის განმავლობაში ელოდება შაბათის დღის დადგომას რომ ეთერში უყუროს ამ გადაცემას შაბათის შოუს და აი ეს მაყურებელი მინდა დავლოცო რა. აი მაყურებელს გაუმარჯოს რომელიც მთელი კვირა ესე სულმოუთქმელად ელოდება რომ დროზე დადგეს შაბათი რომ შაბათის შოუს უყუროს რა. აი იმ მაყურებელს გაუმარჯოს უკვე სამშაბათს რო ამბობს რომ 4 დღეში შაბათის შოუ იქნებაო რა. აი ეს მაყურებელი მინდა დავლოცო. 4 შაბათს რო ერთ დღეს გამოაკლებს და იტყვის რომ 3 დღეში შაბათის შოუ იქნებაო. აი ეს მაყურებელი მინდა დავლოცო 5 შაბათს რო იტყვის რომ დღეს მართალია ეკა ხოფერიას გადაცემა ეთერში, მაგრამ სამაგეროდ 2 დღეში შაბათის შოუ იქნებაო. პარასკევს რო იტყვის რომ არაფერს არ იტყვის მთელი დღე, მაგრამ შაბათს დილით რო გაიღვიძებს და იტყვის დღეს შაბათის შოუაო. აი ეს მაყურებელი მინდა დავლოცო და აი ამ მაყურებელს მინდა გაუმარჯოს რა. აი კვირას დილით რო გაიღვიძებს და იტყვის გუშინ შაბათის შოუ იყო უყურეო. აი ამ მაყურებელს მინდა გაუმარჯოს. აი ეს მაყურებელი მინდა ვადღეგზელო 2 შაბათს დილით რო იტყვის დღეს საღამოს
შაბათის შოუ სკეჩების გამეორებაო. აი ამ მაყურებელს გაუმარჯოს, მაშასე შაბათის შოუ იწყება რა.